დღითი დღე ძლიერდება ჩვენი ეპარქია. მეუფეიობის ლოცვა კურთხევით მას კიდევ ერთი წმინდა სალოცავი შეემატა. ისტორიულ სოფელ წახში უძველესი ნანგრევების გვერდით დღეს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ეკლესია, რომლის მშენებლობას სათავეში ჩვენი თანამემამულე სერგო სიმონ კაპანაძე ჩაუდგა. სიმბოლურია ისიც, რომ საძირკველის კურთხევა წმინდა სვიმონ მესვეტის ხსენების დღეს მოხდა, რომლის სახელსაც ეკლესია ამიერიდან ატარებს. მშენებლობა კი საოცრად სწრაფ დროში 24 დღეში მთლიანად დასრულდა. სულიდა წმინდა ყავსახლი ესე აღავსე მადლითა და ნადლითა. წელში დამეღუპა დედა და მის საპატივსაცემად გადავწყვიტე, რომ ამეშენებინა ამ ადგილზე ეკლესია. ეს ძველი ნაეკლესიარია, არც არ წერია მისი სახელი, არც უხუცესმა ხალხმა სოფლისა მარიციან მისი სახელი და მეუფე როცა ჩამოვიდა ბალავრის საძირკველის საკურთხევლად შემეკითხა, რომ რა სახელზე ელოცა და რა დაგვერქმია. რა თქმა უნდა უთხარი ის, რომ არც ენციკლოპედიაში და არც არავინ არ იცის მისი სახელი მეთქი და თქვენ რასაც გაარქმევთ მეთქი ის იქნება მის სახელობის ეკლესია იქნება. მაშინ მითხრა, რომ დღესო ეს იყო 6 ივნისი, სვიმონ მესვეტის მოხსენიების დღეა და დავარქვათ მისი სახელიო. რა თქმა უნდა მეც დავაყევი მისნებას და ამდენად ამ ეკლესიას წმინდა სვიმონ მესვეტის სახელობის ეკლესია ეწოდა. მინდა გითხრათ ხარში. მე და ჩემი და ძირითადად და მთელი სოფელი ყველა სიამოვნებით მუშაობდა, ყველა უხაროდა მუშაობა, პრობლემა არ ყოფილა მუშაობის. და სამეგობრო რა თქმა უნდა. ვახტანგი, ადგილობრივი მცხოვრებით. კი, აქაური, აქ დაბადებული, აქ გაზრდილი. ეს მშენებლობის სათავეს ვინ ედგა მშენებლობას? ვენაცვალეს სულში მაგის გამზრდელსა და მაგასასწრაფო. სიმონი ედგა სულში, კაპანაძე სიმონი და არნახულ აი ვიწრო დროში ააშენა, ცოტა დროში ააშენა. ოჩახ მაგის ვაჟკაცობას ვენაცვალე. სოფელი თუ აქტიურობდა? აქტიურობდა, ეხმარებოდნენ, ვისაც ეუბნებოდა და რაღაცა უარი არავის არ უთქვია. თორე მარტო ერთი კაცი ხო იცი, ბევრი მილიონი რო გქონდეს, მაინც ვერ გააკეთე. საერთო ზეიმს იზიარებდა ეკლესიის ერთ-ერთი აღმშენებელი ქალბატონი ლენა კაპანაძე. კი კაჭო, რა შეიძლება? მოპალა იქნება მარწყუშვილების ავარო, უფროსი რო ეძახის ის რო რამეს აიღო, ჩვენია კაცი. ოხ, შეიძლება არა? ეკლესიის მშენებლობის იდეას ნამდვილად ვერ მივითვისებ, ეს ჩემი ძმის იდეა იყო. ჩვენ საერთოდ ძირეულად ამ სოფლიდან ვართ. დედაჩემი სწორედ ამ უბნიდან არის გამოთხოვილი, ჩვენ ცოტა ზემოთ ცხოვრობთ სოფლის ცენტრში, იმ უბანში. დედაჩემი და მამაჩემი კლასელები იყვნენ. დედაჩემის ეს ადგილი იყო წმინდა სალოცავი ადგილი. ჩოჩქალი კარი ქვია. მე ნიშნება, რომ დღევანდელი წვიმაც იმასთან არის დაკავშირებული, რომ სწორედ აი ესეთი რელიგიის მიხედვით, ისტორიის მიხედვით, აი აქ სწორედ ევედრებოდნენ გვალვის დღეებში წვიმის მოსვლას და ასე შემდეგ. ეს მეუფემ ძალიან დიდი ხნის ადრე თქვა, ვიდრე დასრულდებოდა ეკლესია, რომ ამა და ამ დღეს უნდა გაიხსნა საოცრებად ამა და ამ საათზე. ეს ყველაფერი მან დააწესა და ფიქრობ, რომ ღვთისეული იყო ესეც. ყველაფერი ღმერთის ნებით ხდება ამ ქვეყანაზე. ის რაც
სერგომ ძალიან ცოტა ხანში შეძლო ესეც ღმერთმა შეაძლებინა მას. ალბათ ეს დასაწყისია იმის, რასაც კიდევ ვფიქრობთ. ჩვენ ალბათ შევეცდებით იმას, რომ აქ სამღვდელოებას შეეძლოს სულ მუდმივი მოქმედი იყოს ყოველდღიური. ძალიან მინდა რომ ჩემი სოფლიდან არც ერთი მიცვალებული, ყველაზე გაჭირვებული ოჯახი როა იქიდანაც კი მიცვალებული არ გავიდეს წესისაუგებლად. შრომის მეტი ამ სოფელს ალბათ არაფერი არ უნახავს, წესიერება ყველაზე მეტი ამ სოფელში იყო ყოველთვის. რომელი სოფელიც უფრო მოშორებულია ქალაქის ცენტრს ყოველთვის ასე იყო, რომ იმ სოფელში განსაკუთრებულად წესი, მორალი, ადათი შენარჩუნებული იყო. ასეთია ეს სოფელი. ქართულია, მინდა ქართული, აქ არ არის სექტანტური მოძრაობა და ეს იმას ნიშნავს, რომ აი ამ თავის დანიშნულებას ალბათ, თავის საფრთხო სიტყვის ეს პატარა ეკლესია, რამდენსაც შევძლებთ ღმერთის შეწევნით, ალბათ ჩვენ ვფიქრობთ მის გაფართოებასაც, ცოტა ისეთი სამუშაოების ჩატარებას, რომელიც ამ სოფელს ძალიან წაადგება. აქ არ არის კლუბი, აქ არ არის რაღაცა სხვა დაწესებულება, სადაც შეიძლება ვინმე თავისი ან აზრი გამოხატოს, ან ერთმანეთთან შეხვედრა. სიტყვა ბოლოს და ბოლოს სიყვარულის საწყისიც იქნება ეს, რომ შეყვარებულებს შეეძლებათ, რომ ერთმანეთის წინაშე დაიფიცონ და ღმერთი იყოს მათი თავდები და ასე შემდეგ. აქვე სხვა ნაცნობის სახეებით შევნიშნეთ. წაღლის ახლად არჩეული გამგებელი დავით ლომიძე და სპორტსმენი ვეფხია კაპანაძე. მეუფის კურთხევით ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა მამა იაკობი, რომელმაც გამოხატა მზადყოფნა, ბრძოლა გამოუცხადოს ყოველგვარ სარწმუნოებრივ გადახრას სოფელში, სადაც ვერც ერთმა სექტამ აქამდე ფეხი ვერ მოიკიდა. ეკლესია სოფელ წაღში ეს ნიშნავს საქართველოს სულიერ აღმავლობას. ტაძრის აშენება ეს ყველაზე დიდი საქმე არის სამქვეყნად და მე მინდა დავუწყო ამ ტაძრის აღმაშენებელის თვიმონ კაპანაძე, ლენა კაპანაძის ოჯახი და საერთოდ ამ სოფლის მაცხოვრებელი, ვინც მიიღო უშუალოდ მონაწილეობა ამ ტაძრის აშენებაში. საერთოდ ჩვენი ქვეყანა ამ ბოლო პერიოდში სიხარულის ნაკლებობაც განიცდის და ისწორედ ტაძარში უნდა შეხედოთ თქვენ ხალხს როგორ ახარებს ტაძრის ამოქმედება, როგორ უხარიათ დღესასწაული და ისწორედ ჩვენ ვისურვებთ რომ აი ეს დიდი საზეიმო განწყობა, დიდი სიხარული და სიყვარული გადასცემოდეს სულიად საქართველოს. კიდევ ერთხელ ულოცავ ჩვენ სამწყსოს, ურბნის და რუის ეპარქიას ახალი ტაძრის შემოქმედებას. ღმერთმა დაგლოცო და მრავალს დაკარგო. წირვა-ლოცვის შემდეგ ბატონი სერგო სოფლის მრევლს მეუფის ნაკურთხი პურით გაუმასპინძლდა. აურიგებ, რა ეხლა? კი.